კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 9-ზე. ეკლესიის დისკრედიტაცია და მისი ნდობის შემცირება მმართველი გუნდის თქმის სწორედ ეს არის კონკრეტული ჯგუფების მიზანი, რომლებიც მიზანმიმართულ კამპანიას გაანადგურებენ მართლმადიდებელი ეკლესიასა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეზე. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედებები საზოგადოებისთვის მიუღებელია, რაც არაერთხელ დადასტურდა. ამოცანა და მიზანი არის ის, რომ საქართველოს შეირყეს და ეკლესია არის ეს ერთ-ერთი მძლავრი ბურჯი, რაზედაც ჩვენი ქვეყნის მომავალი და დღევანდელი სტაბილურობა დგას. აქედან გამომდინარე ეკლესიაზე შეტევა, დაყოფა, შიგნით პრობლემების შექმნა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მობილიზება, რომელიც მუდმივად ღენიად აქ განსაკუთრებით ახალგაზრდების საყურადღებოდ იქნება ეკლესიის წინააღმდეგ. არის ეს ჩვეულებრივი უკვე იქცა ჩვეულებრივ რუტინად, მაგრამ აი ამ დღეებმა დაანახა, რომ საზოგადოება ხალხი ამას არ მიიღებს. ჩვენ არ გვიკვირს ის, რაც იკადრეს წლების განმავლობაში საპატრიარქოს და მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე ვიხილეთ ჩვენი უწმინდესის გარდაცვალების პერიოდში არაერთი სამარცხვინო განცხადება, არაერთი ისეთი კამპანია, რომელიც შეურაცხყოფდა მათ შორის საპატრიარქოს და ახლა უკვე ვხედავთ, რომ სხვადასხვა აქტორების მისამართით ხორციელდება დეზინფორმაციის კამპანია, ხორციელდება შეურაცხყოფელი კამპანია, რომლის მიზანიც საბოლოო ჯამში არის ეკლესიის დისკრედიტაცია, მაგრამ ეს ერთმანეთთან იმდენად შეუთავსებელი მცნებებია, რომ რა თქმა უნდა განწირულია წარუმატებლობისთვის. ხალხის ნაკადი არ წყდება სიონში. ილია მეორე საფლავთან მისული მოქალაქეები პატრიარქის ხსოვნას პატივს მიაგებენ და იხსენებენ უწმინდესის დარიგებებს, მის ქადაგებებს და 8 წელს ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე. დღეს პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-13 დღეა. ყოველდღიურად აღესრულება ილია მეორის სულის მოსახსენებელი ბანაშვიდი. მისი უწმინდესობა მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში სთესავდა სიყვარულს ადამიანთა გულებში. ეს არის შეიძლება ითქვას მისი მრავალმხრივი მოღვაწეობის ყველაზე ესეთი არსებითი გამოვლინება, რაც ის დაიგზალა სიონის ტაძარში, არ შეწყვეტილა ხალხთა ნაკადი. შეუფასებელია ილია მეორის მოღვაწეობა და საქმიანობა ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის. ეს ყველაფერი გამოჩნდა ამ დღეებში ქართველი ხალხის დამოკიდებულება ჩვენი პატრიარქის მიმართ. დიდი მადლობა მას ყველაფრისთვის, რომ ჩვენთვის არსებობდა და რასაც ჩვენი ქართველი ხალხისთვის აკეთებდა. საქართველოში წუხარება, მოგეხსენებათ, დღეის წორს ჩვენ გავაცილეთ პატრიარქი თავისი გარდაცვალებით ძალიან დიდი საქმე გააკეთა, გაერთიანა ერი, ნახეთ რა ხდებოდა, ესე იგი თელი საქართველო გაერთიანა. ხალხი უწყვეტად მოდის, ასე ვთქვათ, პატრიარქის საფლავზე და ესეც მიუთითებს იმას, რომ ეს იყო მართლა ეპოქალური პატრიარქი და ჩვენს გულებში, ჩვენს ცხოვრებაში პატრიარქი ყოველთვის წარუშლელი იქნება. პარლამენტის დროებითი კომისია მედიკამენტების სექტორის შესწავლას იწყებს. დღეს საკანონმდებლო ორგანოში ფარმაცევტული საშუალებების ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართება. განიხილავენ მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესებს. როგორც კომისიის წევრები ამბობენ, ამ დროისთვის დარჩენილია 3000-მდე მედიკამენტი, რომელზეც რეფერენტული ფასები არ ვრცელდება და მათი რეგულირების რესურსი არსებობს. მედიკამენტების შემთხვევაში ფასწარმოქმნის ჯაჭვი უფრო მოკლეა, ის შედგება ორი კომპონენტისგან. პირველი არის მწარმოებელი იმპორტიორი, მეორე არის ქსელები. ჩვენი მიზანია, რომ სრულყოფილად შევისწავლოთ ეს ორკომპონენტიანი ჯაჭვი ერთი მხრივ და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მედიკამენტებზე არსებობს რეგულატორი და არსებობს რეგულაციები. მინდა შევისწავლოთ, რამდენად ეფექტურად მუშაობს და კიდევ რა შეიძლება დამატებითი ნაბიჯები გადაიდგეს. ეს იქნება ის შეხვედრა, რომელიც კონკრეტულად განიხილავს რა არის საჭირო ადგილობრივ წარმოებლებთან დაკავშირებით, რათა მათი დამოკიდებულება საქართველოში ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ აქ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ნამდვილად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ეს ფასები იყოს მისაღები, ევროპულ ფასებთან მისაღები. პარლამენტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტში შესატანი ცვლილებების განხილვა გრძელდება. ინიციატივაზე დეპუტატები მეორე მოსმენით მუხლობრივად დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ. კანონპროექტის მიხედვით უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.
გამჭრელობის შესახებ კანონი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საკანონმდებლო დანაწესს, რომელიც იცავს ქვეყანას გარედან შემოდინებული შავი ფულისგან, არის სუვერენიტეტის დაცვის მიღებული საკანონმდებლო სივრცე და ამ საკანონმდებლო სივრცეში ახალი ცვლილებებით მოიაზრება აუდიტის სამსახური, როგორც წამყვანი მიმართულება ამ თვალსაზრისით, სადაც რეგულაციების შესაბამისი წესები გადაინაცვლეს, მათ შორის რეესტრის წარმოების. ეს არის ტექნიკური ხასიათის ცვლილება. სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ინტეგრირებული დასის ასაკის ბაღის საავტორო სპექტაკლის მადლობა მიყვარხარ მაპატიე პრემიერა გაიმართა. საღამო აფხაზეთის მთავრობისა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ჩატარდა. რეჟისორ ბაჩო გაბლუაშვილის დადგმა აქტუალურ სოციალურ თემებს ეხება და თანამედროვე საზოგადოებაში განსხვავებულობის მიღებისა და ჰარმონიული თანაცხოვრების აუცილებლობაზე მოგვითხრობს. პრემიერამ, როგორც მოლოდინი იყო, მრავალმხრივი ემოცია გამოიწვია. ამავდროულად მინდა აღვნიშნო და მის ცალკე მნიშვნელობას ხაზი გაუსვა, რომ სოხუმის თეატრის სცენა უფრო და უფრო იტვირთება მსგავსი კულტურული ღონისძიებები და აქტივობებით. პრემიერა არის არ ვიცი, ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩვენ ცხოვრებაში, თეატრალურ ცხოვრებაში. 4 თვე ვემზადებოდით ამ პრემიერისთვის და მე მგონია, რომ არ ვიცი, ყოველი დღე და ყოველი რეპეტიცია ღირს იმად, რომ აი ეს დღე მერე იგემოდა. არ ვიცი, ამ ბედნიერები ვართ ყველა და ძალიან გვიხარია. დღევანდელი დღე მართლაც იყო დადებითი. რეჟისორს მადლობას ვუხდიო ასეთ საოცარ სპექტაკლში მათამაშა. ჩვენთვის იყო ბედნიერი დღე. ბათუმის საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025-26-ის ფარგლებში კონცერტები გრძელდება. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. შესრულდა კომპოზიტორის როგორც პოპულარული, ისე ნაკლებად ცნობილი კომპოზიციები. იყო პრემიერაც. მსმენელს მოისმინა ის სიმღერები, რომელიც დიდი ხანია ჟღერს, ასევე იყო პრემიერა, 2 ახალი სიმღერის შეხვედრა იყო იმ მომღერლებთან, რომლებიც ძალიან გვიყვარს ჩვენ ყველას. ვფიქრობ, რომ ამ პროექტმა, არ ვიცი, ალბათ გაამართლა სახეზე, ალბათ ოვაციებით და დამსწრე საზოგადოების რაოდენობითაც ალბათ უნდა ვიმსჯელოთ და ხედავთ, რომ ყოველ ჯერზე სავსეა ბათუმის მუსიკალური ცენტრის დარბაზი. ქრონიკა პირდაპირ ეთერში 10-ზე დაბრუნდება. იმედის ეთერს კვლავ იმედის დილა განაგრძობს. მე დროებით გემშვიდობებით.